საღამოშვიდობის კახა მიქიაშვილისა და ნიკოლოზ სოლოკიძის ინტელექტურის სამშობლოს დღეს კახა მიქიაშვილი გაუძღვევი. მადლობა რომ გვისმენთ და დიდი მადლობა იმისთვის რომ როგორც ვიცი ტრადიციულად ყოველ სამშაბათს გველოდებით ხოლმე და მადლობა ამისთვის დროს რომ გვითხრათ. მე ვიდრე სტუმრებს წარგიდგენდი თემებს, მინდა ყველას მიულოცო, ვინც დღეს სკოლა დაამთავრა. ბოლოზარია ქალაქში რაღაც განსაკუთრებული სიხარულია, თეთრი მაისურებით, ამ პერანგები, წარწერები ტრადიციულადაც ახლავს ხოლმე ამ დღეს და ყველას მინდა მიულოცო, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლებმაც ერთის მხრივ სკოლა ძალიან საყვარელი პერიოდი დაასრულეს. მე როცა მოსწავლე ვიყავი და ამბობდნენ რომ აი მოგენატრება სკოლა, ვფიქრობდი რომ ნეტა სკოლა დაამთავრო და რა მიმეტრება და ახლა რაღაცა ნოსტალგიით გავუყურებ ხოლმე სკოლის მოსწავლეებს და მათ ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი, როცა მათ უნდა აირჩიონ პროფესია, უნდა შეაბიჯონ ცხოვრებაში, უნდა დაემკვიდრონ თავი და მე ყველას უკლებლივ ყველას მინდა უსურო რომ მათ სწორად აირჩიონ პროფესია და მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი ნიჭის უნარების რეალიზება, რაც არის ცხადია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარი, ასე რომ კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ, ვინც სკოლა დაამთავრა. პირველ რიგში მათ და ასევე მათ მშობლებს და ოჯახის წევრებს. ჩვენ კი გადავიდეთ ჩვენს თემაზე, გადავიდეთ თეატრზე და სანამ სტუმარს და სანამ ჩვენი გადაცემის თემას წარმოგიდგენთ, დღეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ერთგვარი საიუბილეო საღამოა, ვინაიდან არაჩვეულებრივ მსახიობს, ამ თეატრის მსახიობს, თეატრის და კინოს მსახიობს, ალბათ ლავრა რეხვიაშვილს აქვს საიუბილეო თარიღი. დღეს ბაკულაზღვრებია დანიშნული და ერთგვარად ეს სპექტაკლი იქნება, ესე იგი მის საიუბილეო და საპატივცემულოდ მიცნული. ალბათ ლავრას მაყურებელი კარგად იცნობს თეატრიდან, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა მან ცნობილი ფილმით, სიყვარული ყველას უნდა, მას შემდგომ არაერთი მისი როლი ვნახეთ თეატრში თუ კინოში და ძალიან სასიხარულოა რომ ის აქტიურად აგრძელებს თავის შემოქმედებით ცხოვრებას და სცენაზე თამაშობს როლებს და ჩვენ გვინდა დიდი პატივისცემით ალბათ ლავრას მიულოცოთ ეს საიუბილეო თარიღი და უსურვოთ კიდევ მრავალი წელი ჯანმრთელობა პირველ რიგში და რა თქმა უნდა ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრება დიდი პატივისცემით ალბათ ლავრას ულოცავთ. ჩვენი დღევანდელი თემაც უკავშირდება სწორედ ამ თეატრს, ანუ მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს, ვინაიდან 16, 17 და 18 მაისს შედგა პრემიერა სპექტაკლისა გზელი დღის შემოდგომა და ძალიან კარგი ესეთი ერთგვარი ფრაზაა გამოტანილი, როცა ამ სპექტაკლზე ინფორმაციას ეცნობი, რითიც ფაქტობრივად ხვდები სპექტაკლის შინაარსს, სპექტაკლის ქვეტექსტს, იდეას, სათქმელს. ცხოვრება ნელ-ნელა გვცვლის, სანამ გასმოვეგებით სულ სხვა ადამიანებად ვიქცევით. საინტერესოა, რა ადამიანებზეა საუბარი, რა ცვლილებაზეა საუბარი, რაზეა სპექტაკლი და ჩვენი სტუმარი სანდეპა მსახიობი ამ თეატრის და სპექტაკლის ერთ-ერთი, ესე იგი, მსახიობი შემადგენელი ნაწილი ბატონი ბექა ჯუმუტია. ბექა საღამოშვიდობისა, მადლობა სტუმრობისათვის. აქვე ვიტყვი რომ სხვა მსახიობები იმ მარტივი მიზეზის გამო ვერბოიწვიეთ, რომ მათ სულ მალე სპექტაკლი ეწყებათ, რა ეს ახლა მე ვისაუბრე და რადგან ბექა ამ სპექტაკლში არ არის დაკავებული, მოიცალოთ და მოვიდა, თუმცა ვიტყვი რომ ბატონი პაატა ბარათაშვილი ასევე ერთ-ერთი მონაწილე ჩაგურთვება. სანამ გადავალ ბექასთან, მე ვიტყვი სპექტაკლის შემადგენლობას, საოცარი შემადგენლობა ალბათ ინგელი ჭანკვედაძე, პაატა ბარათაშვილი, ბექა ჯუმუტია და ლუკა ჩიბუხაია, თარგმანი გოდერძი რუხაძისა, ასევე ვთქვათ რომ ეს არის იუჯონ ონილის აწარმოები, რომელიც პირველად განხორციელდა, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი დიმიტრი ტროიანოვსკი, რომელიც სპეციალური მოწვევით იყო და ამაზე ბექა ვისაუბრებს, თარგმანის რედაქტორი მანა ანთაძე, მხატვარი ავთომოდებაძე, მუსიკალური გაფორმება დიმიტრი ტროიანოვსკი, ანუ რეჟისორი და ანა მრღულია, შესანიშნავი მუსიკალური გაფორმება, და თავად ცოტა ხნის მქონე პრემიერა საერთოდ აუცარი გაფორმებელია, ქორეოგრაფი ტიკო კოიავა, ტექნიკური რეჟისორი ელა კაზარიანი და თარგმანის რედაქტორი მანა ანთაძე. ბექა შევრიამე პირველად ვიტყვი, პირველად იდგმება ეს ავტორი და ამ რეჟისორმა პირველად დადგა. მოდი სანამ გადავალთ სპექტაკლზე, შინაარსზე, როგორ ჩაიარა, რაზეა სპექტაკლი, რატომ ეს ნაწარმოები, რეჟისორზე ვისაუბროთ, რომელიც არის წარმოშობით უკრაინელი, მაგრამ ფაქტობრივად ამერიკელი, იმიტომ რომ ბავშვობიდან ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს და ამერიკელი რეჟისორია, შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომელიც სპეციალური მოწვევით იყო საქართველოში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მინდა შემოგიერთდეთ ახლა იმ მილოცვაში, რაც დღეს ახსენე შენ უკვე ეს ბოლოზარია, მინდა ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ჩვენს მომავალს მიულოცოს მნიშვნელოვანი დღე და ასევე მინდა ჩემს უფროს კოლეგას და მსახიობს ლავრა რეხვიაშვილს მიულოცო იუბილე, მინდა დიდხანს იყოს და იკაშკაშოს სცენაზე. კიდევ ერთხელ გიერთები ამ მილოცვაში. რაც შეეხება სპექტაკლს და რეჟისორს დიმიტრი ტროიანოვსკი გახლავთ წარმოშობით უკრაინიდან, ასე ვთქვათ, და დიდი ხანია უკვე ამერიკაშია, ემიგრირდა ამერიკაში მისი ოჯახი, იქ მიიღო სარეჟისორო განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში და ახლა თვითონაც იგივე უნივერსიტეტში ასწავლის, ასე ვთქვათ, მსახიობის ოსტატობას, მსახიობებს და ასევე ასწავლის რეჟისორებს. ამ განათლების შემდეგ ძალიან დიდი სკოლა გაიარა და სკოლა
მიიღო, ასე ვთქვათ, მოსკოვში ძალიან ბევრ ადგილას აქვს დადგმული, ეს იქნებოდა მხატი, პუშკინის თეატრი, BDT და ესე თქვა, რა თქმა უნდა, ილექება ცხადია. შემოქმედში და ეს სკოლა ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა, ეს გამოცდილება, რაც მას აქვს მიღებული და ის რომ პირველად დაიდგა ეს პიესა საქართველოში, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხა მოგეხსენება იუჯინ ონილი ითვლება ერთ-ერთ წამყვან ამერიკელ დრამატურგად, ასე ვთქვათ და ეს პიესა არის ავტობიოგრაფიული პიესა. მისი იდეადასურველი იყო პიესაც? თუ თქვენ შესთავაზეთ? პიესა სხვა მან შემოგთავაზა. 2 წლის უკან ყავდა ჩვენ ჩამოყვანილი ქალბატონ ნინელის მოგეხსენება ფესტივალი არის რეგიონული თეატრების. იქ მოვიწვიეთ დიმიტრი და მან ჩაატარა საკმაოდ საინტერესო მასტერკლასი შექსპირის თემაზე, რომეო და ჯულეტას თემაზე ჩვენს ახალგაზრდა მსახიობებს ჩაუტარა, აი შესანიშნავი მასტერკლასი იყო მართლა. ამი დაინტერესდა ქალბატონი ნინელი და მე რაღაც ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე და მან შემოგთავაზა ეს პიესა, რადგან იცოდა რომ არ იყო და განხორციელებული ჯერჯერობით საქართველოში და თქვა რომ იქნებოდა მომგებიანი და მართლაც ასე აღმოჩნდა რომ მომგებიანი პროექტი გამოგვივიდა ასე ვთქვათ. ბიკა, აი შენ ახსენე მისი სკოლა, მისი ცოდნა, როგორც ამერიკაში ასევე ის გამოცდილება. იმითაც წარმოადგენ შენ, რომლის დამფუძნებელიც და ვისაც ატარებს მისი სკოლა ერთ-ერთი ცნობილია, არა მარტო ჩვენთან, მათ შორის შეიძლება ითქვას ზოგადად თეატრალურ სამყაროში, ხო ბატონი მიშა თამანიშვილის სკოლა. და მათ შორის იმ მსახიობებთან ნახარ სცენაზე, ვინც უშუალოდ მისი მოწაფეები იყვნენ, ვინც ჩვენ ვახსენეთ და ბატონი პაატე ჩაგურთება, ვინცაც შეხება ქონია. რა იყო სიახლე ამ რეჟისორთან მუშაობის, თუ იყო რაღაც განსხვავებული სპეციფიკა, იგივე სკოლის თუ დადგმის მანერის თუ აი იმ ურთიერთობამ, იმიტომ რომ რეჟისორებს უყვართ ხო ესე, რომ რეჟისორები არიან იქამდე, სანამ სპექტაკლი პრემიერის მერე უკვე ისინი ცილდებიან და მსახიობების ერთგვარი სიამოვნებაც არის რეპეტიციები, როცა ვეძებთ, ვარკვევთ, ვიგებთ რაღაც ენას ვერ გებით. ხო, ეს მთელი პროცესია, შიდა პროცესია, ამას იცი მსახიობმა და ვინც იცი შიდა სამზარეულო, იმიტომ რომ ცხადია ჩვენი პროფესია მაყურებლისთვის არის, მაგრამ მაყურებლობთ სანამ მივალ მთელი პროცესია. აი თუ იყო რაღაც სიახლე, ან რა იყო ის საინტერესო ამ რეჟისორთან მუშაობა. თუმცა შენ ვიცი რომ მას იცნობ დიდი ხანია და მეგობრული ურთიერთობა აქვს. იცით რა არის, რაც შეეხება ბატონ მიხეილ თუმანიშვილს, ესე ვთქვათ, ჩემი ჯგუფის ბოლო ჯგუფია, მისი 3 კურსი ჩვენ გვასწავლიდა ბატონი მიხეილი. ქონდა ეს ბედნიერება. ქონდა ეს ბედნიერება. და ასე რომ იცით რა იყო, აი გამახსენდა მინდა გითხრათ მთელი ის ბატონი მიშას ის სწავლების მეთოდიკა რაღაცნაირად ყველას გაგვახსენდა, როდესაც მუშაობდი დიმიტრისთან. აი ამ სპექტაკლზე რა თქმა უნდა ახალი იყო და სიახლე იყო ჩვენთვის, ბევრი რამ იყო სიახლე რეპეტიციებზე და მე მინდა ვთქვა რომ აი ერთ-ერთი ყველაზე ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარი პერიოდი და პროცესი იყო ის ორთვიანი რეპეტიციები, რაც ჩვენ გავიარეთ, იმიტომ რომ ხა ეს სიტყვებით ვერ გადმოვცემ შენ პროცესს, იმდენად საინტერესო იყო და მან იმდენად კარგად იცის მსახიობთან მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ისე მიგვიყვანა ჩვენ ყველანი ჩვენს როლთან და ჩვენს ხასიათთან, რომ შენ გონია მსახიობს, რომ აი შენ გააკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდება ბოლოს, რომ მან მიგიყვანა ამ გზაზე, მან დაგაკეთა. დიდი ოსტატობა. კი, ძალიან დიდ ოსტატობას ფლობს ამ მხრივ. რაც შეეხება კიდე მინდა ერთ რამე ვთქვა სპექტაკლს, იცით, ძალიან კარგად იცნობს ის ქართულ თეატრსაც, რა თქმა უნდა, და ძალიან დიდ პატივსებს და სულ ხუმრობით ამბობდა ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ აი თქვენი თავი, ანუ ქართველი მსახიობები მომცა ამერიკაში ჩვენ ტექნიკურ შესაძლებლობებში, ან ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები მომცა აქ ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება. ხო და შეიძლება თუნდაც დავიტრება, ხო და ეს არაერთ რეჟისორს აღუნიშნებს თქონია შეხება ქართულ მსახიობებთან, ან ჩვენ რეჟისორებს დაუდგამთ რაღაც დაუშვათ ძალიან წარმატებულ თეატრში ტექნიკურ ხმით, რომ აი ნატურლობდი ქართულ მსახიობებს და ეს არ არის პირველი და როგორი სასიხარულოა. კი, ძალიან სასიხარულოა. ეს უნდა მეკითხა მისთვის თუ იყო რამე სიახლე და საინტერესო. კი, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ახლა უკვე დატოვა საქართველოს უკვე იქ იწერება, რომ უკვე მენატრება, ის პროცესი მენატრება თქვენთან გატარებული დღეები და მანაც აღნიშნა რომ მისთვის ეს იყო საოცარი პერიოდი, ეს ორთვიანი რეპეტიციების პერიოდი და რა არის ხო არ მოიაზრება შემდგომში კიდე რომ ნახოთ ჩვენ უასწავლეთ სურვილი არის სურვილი არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნება იყო ჩვენთვის და მინდა კიდევ რა ვთქვათ ამ სპექტაკლთან დაკავშირებით მინდა მცირედი რაღაც აუცილებლად უნდა მეკითხა ეს რომ სპექტაკლის ვილაპარაკოთ ხო და აი ვისაც არ უნახავს მოდი უთხრათ რაზეა სპექტაკლი რა არის სპექტაკლი არის ავტობიოგრაფიული ეს არის ამას დავარქმევთ ფსიქოლოგიური დრამა ესე ვთქვათ მძიმე სპექტაკლია აქ არის ისეთი ერთი ოჯახის ერთი დაუმთავრებელი დღე 4 პერსონაჟი, ანუ თავიანთი ტრაგედიით, აი რო შევადარო ზაზუნას, რომელიც ტრიალებს ბორბალზე დაუმთავრებლად, აი ამ ტრაგედიის გარშემო ერთი დღის მანძილზე ტრიალებენ ესენი და
პრაქტიკულად არის იმ ურთიერთობებზე ოჯახი ხომ მიკროსამყაროა სახელმწიფოსი და ცხადია, ზოგადად ცხადია. ქვეყნის და იცით რა არის როგორ დაკარგეს ერთმანეთი, როგორ დაკარგეს საკუთარი თავი, აი ამაზეა ლაპარაკი ამ პიესაში ერთი სიტყვით რო თქვა, მაგრამ ძალიან ბევრი პლასტია და ძალიან ბევრი ციკვეთება ერთმანეთთან და მე ერთი მინდა აღვნიშნო კიდე რომ იცით რა ცოტა გულდაწყვეტით მინდა ვთქვა რომ ჩვენი მაყურებელი დღეს კახა მაინც იცი ითხოვს და მიჩვეულია უფრო ბუფონადას, უფრო ვოდებილს, უფრო აი სამხიაროს გასართობს და თითქოს ცოტა გაზარმაც და იმითი რომ აი ცოტა ჩაუღრმავდეს ან მოისმინოს თუნდაც სპექტაკლი გაანალიზოს და ეს მე მგონი ძალიან კარგი საშუალებაა ეს. არა როგორ ვიყავ ჩემ მსახიობებს თუ ისე რაღაცა მსახიობ მაყურებელი ერთობა ფიქრობს, შეიძლება კრიტიკულად, მაგრამ განიხილავს, მინიმუმ გაყვება, დაფიქრდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს სპექტაკლი ზუსტად ამის საშუალებას იძლევა, რომ მაყურებელი დააბრუნოს იმ კონდიციაში, რომ იფიქროს, განსაჯოს, ჩაერთოს და რასაც უყურებდით, იცი და ბევრმა აღნიშნა ვინც დაესწრო, რომ აი იმდენად 2 საათი გრძელდება სპექტაკლი და იმდენად საინტერესო იყო ჩვენთვის, რომ აი ჩართულები ვიყავით მთლიანად სპექტაკლში და ნუ ბოლოს მსახიობის ჯილდო იცი რაც არის ხო? რაში მაყურებლის ჯილდო არ არსებობს და რო უყურებ ცრემლიან თვალებს დარბაზში. იყო ესეთი? ანუ შედგა პრემიერა შეგვიძლია ვთქვა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვა, შედგა. აი მე საინტერესო იმას ვკითხავ, რა თქმა უნდა, მე სამწუხაროდ არ მინახავს, იმიტომ რომ ამ პერიოდში მეც დაკავებული ვიყავი თეატრში, მაგრამ ცხადია გავიცანი, ასე ვთქვათ, მოკლე შინაარს, თუმცა არ შეიძლება ამით განსაზღვრო სპექტაკლი, მაგრამ ჩვენი სპექტაკლის რომ ვკითხავს, რა ნუდგრებს ოჯახს, რატომ ხდება, რომ სახლი ციხედ იქცევა, შეგვიძლია თუ არა არსებობა ოჯახური ურთიერთობების გარეშე. ესეთი თემაა, შენ თქვი რომ ეს არის ავტობიოგრაფიული ერთ ოჯახზე, მაგრამ ალბათ ყველა დროში და ყველა პერიოდში იყო ეს პრობლემა. შეუძლებელია იდეალური ოჯახი არსებობდეს. ალბათ ყველა ნორმალური ისრაფის რაღაც სრულყოფილი ოჯახისკენ, მაგრამ არის პრობლემა. დღეს, დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება და ამ კუთხით ბევრი საუბრობს. ალბათ ძალიან სწორად არის შერჩეული ეს თემაც. ბუნებრივია ხა სხვა ქვეყანაში სხვანაირად არის კულტურის, ტრადიციების, გარემო პირობების შეფასებით და ასე ვთქვათ შესაბამისად, მაგრამ ჩვენთანაც არის ეს პრობლემა, ხო? ამ კუთხითაც შეიძლება ითქვას, რომ ალბათ მნიშვნელოვანი იქნება მაყურებლისთვის და შეიძლება რომ დაფიქრდეს თუ ჩაიხედოს თუ რაღაც, შეიძლება რომ ბევრმა სარკესავით შეხედოს სცენას? კი, დაგეთანხმები, კი, ნამდვილად შეიძლება სარკესავით შეხედოს და იცი რა არის, აი ამაშია პიესის გენიალობაც, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწერილი პიესა დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, იმიტომ რომ აი ისეთ თემებს ეხება, შეგვიძლია აღნიშნე ეს თემები, რაც მარადიულია. ხო, ოჯახში ჩვენ ერთმანეთს, ოჯახის წევრები ვესაუბრებით, გვიყვარს ერთმანეთი, რა პატივს ვცემთ ერთმანეთს, მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ ბოლომდე არ ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს და არ ველაპარაკებით ისე როგორც აი ეს მნიშვნელოვანია, არ ველაპარაკებით, კი. და აი ამაზე, აი ამ პრობლემებზეა რა თქმა უნდა ეს და ანუ კიდევ არის წამლის პრობლემა, რომელიც დედა პრაქტიკულად მისი ტრაგედიის გამო, ასე ვთქვათ, ნარკოტიკზეა და ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იდგა ეს პრობლემა ამერიკაში, იმიტომ რომ არ არსებობდა მაშინ გამაყუჩებლები და ეს ნარკოტიკები თავისუფლად იყიდებოდა და ექიმებიც როგორც კივილგამაყუჩებელს და მე ამან გამოიწვია უკვე შეჩვევა და ასე შემდეგ და მე მიხვდენ რომ ეს არ შეიძლებოდა. დამოკიდებული. აი ეს პრობლემაც არის, რა თქმა უნდა, ამ პიესაში. ძალიან ბევრი ისეთი პრობლემაა აქტუალური, რაც დღესაც ისეთივეა, როგორც მაშინ რა და იცი რა მინდა კითხულობ, თქვით რომ ეს ავტორი პირველად დაიდგა და თქვით რომ ამერიკელი ავტორია, ძალიან ცნობილი და ავტობიოგრაფი კონკრეტულ ოჯახზე, თუმცა თემა ისეთია ყველასა. როცა ჩვენ საუბრობთ რომ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, თარგმანის რედაქტირება, დარჩა დედანი თუ მოხდა რაღაც ადაპტირება, მოერგო თუ რაღაც ინსცენირებისავით მოხდა თუ სრულად ორიგინალია დაცული ავტორის უბრალოდ რაღაც თარგმანში მოხდა ადაპტირება. ორიგინალია დაცული, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ და საბედნიეროდ აღმოჩნდა სრულად შემთხვევით, აი მე არ ვიცნობ სამწუხაროდ მის თარგმნას, ხო, ნათარგმნი იყო. ეს გაგიმართლა და თან ახალი ნათარგმნი არ არის, რაღაც 1-5-6 წლის თარგმანი იქნება. ძალიან გაგვიხარდა, როცა ეს აღმოაჩინა ქალბატონმა ნინელიმ და მე უბრალოდ ჩვენ დავჯექით, ეს საკმაოდ დიდი პიესაა და
და როდესაც ორიგინალი იდგმება თუნდაც ამერიკაში ან ინგლისში, ხო, სპექტაკლის ხანგრძლივობა აღწევს 4 საათამდეც კი. შელი მასალა. ერთადერთი რაც მოხდა შეკვეცა და შეჭრა და დაყვანა საათი და 50. ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან რთულია. ძალიან რთულია, საათი ვერ დასვა ნამდვილად და აი ეს მოხდა თვითონ რეჟისორმა რედაქტირება, მე გადმოგზავნდა ქალბატონი მანანა ანთაძე, ჩვენი მართლა ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწილის გამგე, ჩაერთო ამ საქმეში და მან უბრალოდ კორექტირება გააკეთა ტექსტების. თუ გქონია აქამდე შემთხვევაში, რომ გემოშევა რეჟისორთან, რომელიც სხვა ენაზე საუბრობს და შეიძლება იყო ინგლისური ვიცით, მაგრამ გულისხმობ, რომ აი არ არის ეს მარტივი, ხო, მე ჩენაზე არ საუბრობს, იმიტომ რომ თქვენ სტუდიაში ყოფილა არაერთი რეჟისორი, ვინც მოწვეული ყოფილა. შენ თუ გქონია ეს და იწევს თუ რაღაც სირთულეს. მე მქონდა მაგალითად რამდენიმე გამოცდილება, რომ რაღაცა ან სხვა ენაზე გიწევს, რაღაცა ბოლომდე არ გესმით, ნუ თარჯმანია, იმიტომ რომ რაღაც ამ მომენტში შეიძლება აფრთხებდეს უშუალო რაღაც ურთიერთობას. იმიტომ რომ კიდე ერთხელ თქო პროცესია ეს. ხო, იცი რა, მე არ მქონია, იმიტომ რომ კი, მე ინგლისურიც ვიცი და რუსულიც მესმის, ესე ვთქვათ, ორი ენა და აი ამ ვენიფსოდნ რეჟისორთან მიმუშავე, აი ხა აღნიშნული რეჟისორი ფლობს ინგლისურსაც და უკრაინელად, რა თქმა უნდა, უფროს თაობას ესაუბრება და რუსულად. შენ ინგლისურად ვის რა ესმოდა ესე ხო? ესმოდა ისე, მაგრამ მინდა გითხრათ, ისე შეეჩვია უკვე ქართულ ლაპარაკს და საუბარს, მას უკვე ესმოდა თითქმის ყველაფერი. ანუ იგებდა რაზე ლაპარაკი? აბსოლუტურად ყველაფერს. ხაზე ყავს ბატონი პაატა ბარათაშვილი, ბატონო პაატა, მოგესალმებით საღამომშვიდობისა. მადლობა რომ დაგვიწმეთ რომ ვიცი რომ ემზადებით თქვენს და მადლობა ამისთვის რომ გამოყავით დრო და პირველ რიგში პრემიერა მინდა მოგელოცოთ ბეკა ჩვენთან არის და სხვად ისაუბრა თქვენს დაახლოებით იგივე კითხვები დაგისვათ პირველ რიგში მინდა გითხოთ როგორი იყო ურთიერთობა და გამოცდილება პროცესი რეჟისორთან რომელიც სპეციალურად მოიწვიეთ თავისი გამოცდილებით თავის ცოდნით იმიტომ რომ მე ხაზი გავუსვი რომ თქვენ იმ თეატრს წარმოვადგეთ იმ მსახიობებს რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებს და მის სკოლას ატარებს ხო ამიტომ ეს ერთ-ერთი დიდი სკოლის დამფუძნებელია აი ეს პროცესი როგორი იყო ამ რეჟისორთან მუშაობა და შემდგომ პრემიერა აი დიმა რომელიც აი ჩამოსული რეჟისორი არის ფაქტურად მე მქონდა აბსოლუტურად ის შეგრძნება რომ ველაპარაკები მიხეილ თუმანიშვილის კარგ მოსწავლეს იგივე აღნიშნა ბექამო ცოტა შორის აბსოლუტურად აი აბსოლუტურად რა ეპიტეტით და ნუ ვიყავი უბედნიერესი ადამიანი იმიტომ რომ პირველივე მომენტიდან პირველივე დღიდან აი ბილეთი თუ არა და დავიწყეთ თუ არა ურთიერთობა აი ესე მეგონა რომ მე ისეთი ჩემ ჯგუფს ველაპარაკები ვისთანაც ერთ ენაზე ვლაპარაკობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია როცა უგებს რეჟისორი და მსახიობი რა თქმა უნდა და მე რაშია ის საქმე აი ის ამოცანები ის გამჭოლე მოქმედება რაც ვასაშოდეს სხვა რეჟისორები არ ლაპარაკობენ ახლა მე არავის არ მინდა არავის არ შეურაცხყოფა მივაკეთებ მაგრამ მიხეილ თუმანიშვილის ეს იყო უმთავრესი რამ რა არის შენი გამჭოლე მოქმედება რა არის შენი ზეამოცანა და ასე შემდეგ აი ამ გარეშე არ გამოდიოდა მისი სპექტაკლის გმირის სცენაზე აი ეს არის ცოტა და ზუსტად აი იგივე მოთხოვნით იყო აი დიმიტრი ფანტასტიკური ბიჭი რა რაღა ბიჭია ბატონო პაატა სპექტაკლიც მინდა კითხოთ თქვენი მოსაზრებით აი ამ ავტორში ამ ნაწარმოებში და შემდგომ უკვე სპექტაკლის ფორმაში და რეჟისორის ხედვაში რა იყო თქვენთვის საინტერესო და რა არის თქვენი აზრით სპექტაკლის სათქმელი დღეს და ჩვენი მაყურებლისთვის ნუ რაშია ის საქმე ჩვენ საერთოდ ოჯახის წევრები აი თითქოს და ერთად ვარ თითქოს და ერთმანეთის ყველაფერი ვიცი რაღაცა მაგრამ უცებ ისეთი რაღაცები გამოგვივარდება ან ერთმანეთის ცხოვრებიდან ისეთ რაღაცებს უცებ ყურადღებას არ მოახსოვს და გამოგვეპარება ხოლმე აი ჩვენი ოჯახის წევრის ისეთი საქციელი რომელსაც აი ჩვენ დროზე რო მივხედოთ და მიგეთ აი იმ ტკივილის წინაშე აღარ დავდგებით რა ტკივილი შეიძლება ან შვილმა მოგვიტანოს ან მეუღლემ მოგვიტანოს და მიგეთ აი ამაზე არის ძირითადად რომ თითქოს და ჩვენ ერთად ვართ თითქოს და ჩვენ ყველაფერი ვიცით ერთმანეთის თითქოს და ერთმანეთს უფრთხილდებით უვლით მაგრამ არის ისეთი მომენტები რაც გამოგვეპარება ხოლმე და აი ამაზე არის ეს სპექტაკლი და მიგეთ დიახ
კი ბატონო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, თქვენ სპექტაკლი გეწყება და ამიტომ აღარ მოგაცდენთ. გილოცავთ საპრემიერო ჩვენებას, წარმატებას გისურვებთ სპექტაკლის დღეს. ძალიან მადლობა და მე მგონი რა ვიცი ახლა მე აქამდე ვინც კი იყო სპექტაკლზე და ვისაც კი ველაპარაკე პროფესიონალი იყო ეს თუ არა პროფესიონალი თუ ყველა ახსოვანებულია და აი ამ შესანიშნავია. ნუ თქვენს რომ ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი არის საქართველოში რაც დადგმობა აი ამ ბოლო ამაზე კარგს ვერაფერს მოისმენს სპექტაკლის მონაწილე მაყურებლისგან. ბატონო პატა, დიდი მადლობა და დროებით გემშვიდობებით. მადლობა. ბატონი პატა ბარათაშვილი გვერდობ და ბექამ ცოტა უცნაური კითხვა უნდა დაგისვა. ჩვენ ხო ესე ვართ სახიებები, როცა რამე როლზე ვმუშაობ, ნუ იმ პერიოდში რაღაც გონება გადართულია, პარალელურ რაღაც ვაკეთებთ, მაგრამ ფიქრით იქ ვართ, ხო რაღაცა პერსონაჟს ვეძებთ, ხასიათს ვეძებთ, როგორ შეიძლება რა ეხა გამჭველი მოქმედებაზე ამოცან ახსენე ბატონო პატა. ორივემ გავუსვით ხაზე, ორივე მსახიობმა და ალბათ ცხოვრებით ამაზე ხრათ, რომ ეს ოჯახის თემა დიდწილად მნიშვნელოვანია და თუ იყო ამ პროცესში, აი ამ რეპეტიციების სპექტაკლზე, რომ აი შენ თუ დაიწყე ოჯახს სხვანაირად ფიქრი, ოჯახის წევრებთან, შენ მოდამი, რომ აი რაღაცა შენში თუ დაიწყე, ზემოდან რომ რაღაცა ხო არ არის მართლა ისეთი, რაც ჩემთანაც არის გამოსასწორებელი. ეს სულ არის ალბათ სპექტაკლის გარეშეც, მაგრამ ხო არ დაგაფიქრე კიდე ერთხელ პროცესმაც, იმიტომ რომ ამაზე რომ მაყურებელთან გულსფელი იყო, ის უნდა გჯეროდეს, რაცაც თავაზობდა მინიმუმ კითხვას ხო ასე? კი, თავისთავად რა თქმა უნდა, ეს თამდები პროცესია მუშაობის დროს და უკვე შენ იმ პერსონაჟის გადმოსახედიდან უყურებ ყველაფერს, არა მარტო ოჯახში, როცა რაღაცა ჩვეულებრივ სხვა საქმეს აკეთებ, რეპეტიციის გარეშე დადიხარ, სადღაც მოძრაობ, უკვე იმ იმის ფიქრით ფიქრობ, იმის ხედვით ხედავ ყველაფერს. ეს თავისთავად ეს ახლა მე ღმერთმა დაიმაროს ტრაგედია არ გქონია, რაც ამ პიესაში ჩემმა პერსონაჟმა გადაიტანა, ანუ როგორც გაიზარდა ესე ვთქვათ, ხო? მაგრამ რა ვიცი, მე მგონი შევძელი და იცი რთულია ძალიან აი ესეთი უსიყვარულო, ჩემ პერსონაჟი არის პრაქტიკულად ესე ვთქვათ, უსიყვარულოდ გაზრდილი შვილი. უფროსი შვილი, რომელსაც დედა აბრალებს შუათანა ძმის სიკვდილს. და ეს ხო იცის ამ პერსონაჟმა და ამით გაიზარდა, ამ ტკივილით გაიზარდა მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება და აი ეს ესმის და დედაც ვერ პატიობს მას ამას. თუმცა ვფიქრობ, რომ მისი დანაშაული არ იყო ეს. და საკმაოდ რთული პერსონაჟია და აი მაინც აი მთელი 2 თვე ვიყავი აი ამ ადამიანის ძიებაში ვამართლებდი. ცოტა შეიძლება მაყურებლისთვის იყოს უარყოფითი პერსონაჟი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სასმელს მიძალებული ადამიანია, რომელიც ფანტავს დროს, ასე ვთქვათ, საროსკიპოებში და სასმელში, მაგრამ ხო იცი, ხა მსახიობი ხარ და არ გესწავლება მაინც გამართლებას უძებნი, ხო, რაც ყველსაც რო თამაშობდი, იმასაც გამართლებას უძებნი, რატომ მივიდა ამ გზამდე და რატომ ჩაიდინა ეს. ხო და აი მინდა გითხრა რომ მართლა საინტერესო პროცესი გავიარეთ ყველამ ერთად ორთვის მანძილზე. გილოცავ, ძალიან კარგია ახლა ორივე მსახიობისგან ესეთი კარგი შეფასება მოვისმინეთ, რომ აი როცა მსახიობი ყოველთვის ვერ ხდება, შეიძლება ძალიან კარგი ავტორი იყოს, გუნდი, ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ვერ მიიღო შედეგი, როცა მინიმუმ ეს საუბრობთ, ეს არის ბედნიერება და მაყურებელთგანაც როცა იღებ შესაბამის შეფასებას მაყოფილია, ამისთვის ვარ ჩვენ სცენაზე. მადლობა ბექა და გისურვებ წარმატებას. შენ შემოქმედები ჯგუფს ყველას და რა თქმა უნდა, გარდა ამ სპექტაკლისა კიდევ დიდ წარმატებას პროფესიაში. მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ საპრემიერო ჩვენება გაიმართა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში და თქვენ შეგიძლიათ უკვე სარეპერტუარო სპექტაკლებში რეპერტუარში ნახოთ გრძელი დღის შემოღამება. ჩვენი სტუმარი კი ერთ-ერთი მსახიობი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ბექა ჯუმუტია იყო. ჩვენი გადაცემა დასრულდა. სასიამოვნო დღეს გისურვებთ, სასიამოვნო საღამოს და ყველას მოგიწოდებდით თუ ეს ხმამაღლა არ ჟღერს რომ იარეთ თეატრში. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.